საოცარი კადრების მოწმე გახდა ქართული კრების გამაგი. გავათამაშოთ საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ქამარი welterweight წონით კატეგორიაში და ისინიც რინგის ლურჯ კუთხეში პროფესიონალურ რინგზე მეტად გამოცდილი და საშიში მებრძოლი გოგა ქავთარაძე ქალაქის სიგნალი რინგის წითელ კუთხეში ამომავალი ვარსკვლავი დაუმარცხებელი მან დაიმსახურა ტიტულზე ბრძოლა მებრძოლის სული მებრძოლი ახალგორიდან გიორგი გიგნიაშვილი რინგზე შემოდის საქართველოს ქამარი და საქართველოს ეროვნული დროშა ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრიდან არსებული კვარტეტის მომღერალი სოლისტი ქალბატონი დარეჯან ჩოჩია შეგვისრულებს საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ხოთ აპლოდისმენტების თანხლებით გავაცილოთ ქალბატონი დარეჯან ჩოჩია Getting strong now.
მაშ ასე ქართული კრივის კომაგებო 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენ თვალს ვადევნებთ ბრძოლა საქართველოს საჩემპიონო ქამარზე ერთმანეთის წინააღმდეგ ქართული კრივის გამორჩეული მებრძოლები გიორგი გიგნიაშვილი და გოგა ქავთარაძე ბევრი შეიძლება ითქვას ორივე ამ მოკრივეზე გიორგი გიგნიაშვილი ახალგორელი მოკრივე ქსნის ხეობელი მაგარო წოდებული დააგზელებს საკრივო კარიერას რაც შეეხება მის მეტოქეს გოგა ქავთარაძე კრივის კლუბი მგლები ერთ-ერთი გამორჩეული ქართული მოკრივეა და მისი мотиваცია იმისათვის რომ მოიგოს საქართველოს ჩემპიონის კამარი არის უსაზღრო. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მოკრივეები. იგზე საკმაოდ აქტიურად დაიწყო ორთაბრძოლა. ორთაბრძოლა არის საკმაოდ აქტიური, როგორც ხედავთ. პირველი რაუნდიდან დაიწყეს საკუთარი საქმის კეთება მეტოქეებმა, თუმცა ბრძოლა გაგრძელდება 10 რაუნდის განმავლობაში. ეს არის ურთულესი 10 რაუნდიანი დაპირისპირება არ არის მარტივი. ნახოთ ვინ როგორ მოემზადა, ვის როგორი ზადების ეტაპი ქონდა, ვინ უკეთ სპარინგა, ვინ უკეთ მოინდომა, ვინ დადო საუკეთესო შედეგი. ეს ყველაფერი გამოჩნდება აი აქ ფოთში მალთაყვის სანაპიროზე პროფესიონალური კრივის გრანდიოზულ შოუზე და ბედნიერია ფოთელი კომაგი რომელმაც დაიმსახურა რომ ყოფილიყო აი ამ გრანდიოზული შოუს თანამონაწილე და მოწმე. ჩვენ ხედავთ როგორი აქტიური ბრძოლა მიდის. გიორგი გიგნიაშვილი ითვლება ქართული პროფესიონალური კრივის ვარსკვლავად. დიდი ხანი არ არის რაც მან დაიწყო ასპარეზობა პროფესიონალური კრივის რინგზე, თუმცა დაიწყო და დაუმარცხებლად აგრძელებს კარიერას. დაამარცხა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მებრძოლები. არის კომაგების ნამდვილი ფავორიტი, ძალიან ბევრი გულწრფელი ყავს. ქსნის ხეობიდან გასაგება ქავთარაძეს. ეს არის ძალიან დიდი მონდომების ძალიან სპორტული ხასიათის მებრძოლი, უსერმესი სპორტსმენი. ეს არის უწესიერესი ადამიანი, მიღება რომელიც იმსახურებს ყოველთვის და მისი მწვრთნელი მიხეილაშვილი ჩემპიონების გამწრდელი კრივის კლუბებიდან იმსახურებენ მიიღო ყველა შესაძლო ჯილდო. რიგზე აი გაიმარჯოს ღირსეულმა და აი გაიმარჯოს უძლიერესმა. ძალიან აქტიურად მეორე რაუნდი დაიწყო გიგნიაშვილმა, პირდაპირ არავითარი დაზვერვა, დარტყმები. ქავთარაძე ცდილობს ახლო შესვლას. ზახიან ტაისონას, რაც არ არის ხვევითი მომდინარე მისი სტილი ბრძოლა. ტაისონაცავით გადახრები, ახლო შესვლა, უძლიერესი დარტყმები ახასიათებს გოგა ქავთარაძეს. სწორედ აი ამას ცდილობს ამ შემთხვევაშიც და მის შანსს ეს იქნება ახლო ბრძოლაში. უნდა იბრძოლოს გოგა ქავთარაძე.
როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში გაბარიტებში არის სხვაობა, ოდნავ დაბალია ქავთარაძე. შესაბამისად მისი სტილიდან გამომდინარეც ახლო ბრძოლა არის მისი შანსი. ამას ცდილობს ძალიან კარგი გადახრები აქვს. თუმცა გიგნიაშვილი თავის უფრო გრძელი ხელების ხარჯზე შორ ბრძოლაში დისტანციიდან კარგად მოქმედებს და ერთი რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ აი აქაც ფოთშიც კი გიორგი გიგნიაშვილს ყავს ასობით გულშემატკივარი ჩამოყოლილი თავისი ქსნის ხეობიდან, თავისი ახალგორიდან, თავისი წეროვანიდან და სასიხარულო ეს ყველაფერი გიორგი გიგნიაშვილი ამკვიდრებს ახალ სტანდარტს ქართულ პროფესიონალურ კრებულში. ახალ სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ ვისაც ყავს კომაგი, ის არის წარმატებული, ის იგებს გულშემატკივრის გულებს და აი აქაც ფოთშიც კი ასობით გულშემატკივარი მოჰყვება გიორგი გიგნიაშვილს. არაკლია კომაგი გოგა ქავთარაძესაც და ამ ხელს ერთ-ერთი გამორჩეული კრევის კლუბია, კრევის კლუბი მგლები. ძალიან შეკრული გუნდი, ძალიან შეკრული გულშემატკივარი ყავს. ასობით ადამიანი, როგორც ადგილზე, ასევე სოციალურ ქსელებში არის ქავთარაძის მხარდამჭერი. და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ამიტომაც არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევების გამო, რაც უმნიშვნელოვანესია, არამედ იმიტომაც, რომ ამ ორივე მოკრივეს შეუძლია გულშემატკივართან ურთიერთობა, შეუძლია გულშემატკივრის გულის მოგება, შეუძლია ხალხს თავი დაამახსოვროს თავისი სპორტული მონაცემებით, თავისი პიროვნულობით. სწორედ ამიტომაც ეს ორი მოკრივე დღეს დგას რინგზე და იბრძვის საქართველოს ჩემპიონის გამრიცათვის. მესამე რაუნდია და კვლავ აქტიურები არიან მოკრივეები, ზოგადად პროფესიონალურ კრებში მებრძოლები ცდილობენ ხოლმე, რომ გადაანაწილონ ძალები, როგორც ჩანს, აქვთ საკუთარი თავის იმედი ორივე მებრძოლს ამ შემთხვევაში და პირველი წუთებიდან თავიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყეს ბრძოლა. უნდა ითქვას, რომ გოგან ქავთარაძეს აქვს ძალიან მაგარი ბრძოლები გამართული საზღვარგარეთ. აქვს გამარჯვებები მოპოვებული, უძლიერესი მოკრივეები ყავს დამარცხებული და უდიდესი გამოცდილება. რაც შეეხება გიორგი გიგნიაშვილის ქსნის ხეობელი, არის ნამდვილი ლიდერი გამარჯვებისთვის მომართული, ძალიან კარგი მოკრივე, შრომის მოყვარე, ძალიან კარგი ხასიათით, აქვს ძალიან კარგი გამოცდილება სამოყვარულო კრივში, თავის დროზე ნაკრების წევრია და მხოლოდ გამარჯვებას ისახავს მისდევ.
იმადრა გიორგი აგირა ახლა ბიჭო აგირა გამო იმუშავე იმადრა რა სწრაფით გიო ალო ქელებისავი შეტიო ბიჭო აღარ ჩაუტლია იდიკიო იმადრა უჩა ახლო გაცვლები ქავთარაძის კარგი შეტევა იყო, კარგი მოძრაობები და დასრულდა ეს რაუნდიც. კიდევ რაღაც შესანიშნავ ნახაობას ვადევნებ თვალ. Stay hungry. Stack the odds till we take to the street. For the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor starts to pray in the night. And he's watching us all. მორიგი რაუნდი რომელიც იწყება ჩვეულ სტილში აქტიურობა ორივე მოკრივის შესრულებით. კარგი იყო გოგა ქავთარაძე, კარგი დარტყმა გაუტარა. თუმცა ჩვენ ხედავთ გიგნიაშვილის პასუხს. სტილი არის ცნობილი ორივე მოკრივის და სხვანაირად ვერც იბრძოლებენ. ახლო ბრძოლაში უნდა შევიდეს ქავთარაძე. სწორედ ამას ცდილობს კრივსკლუბის წარმომადგენელი და კარგად იცის თუ რა უნდა გააკეთოს გიგნიაშვილმაც მაგრად ურტყავს ქსნის ხეობელი. გიორგი გიგნიაშვილი იმითაც არის გამორჩეული, როგორც უკვე აღნიშნე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს წარმოადგენს საქართველოსი ქსნის ხეობას. მისი მწვრთნელი გახლავთ ივანე ქრისტესიაშვილი, რომელმაც აღზარდა, რომელმაც აქცია ძალიან წარმატებულ სპორტსმენად გიორგი გიგნიაშვილი, კრივი, რომელსაც წეროვანში უწევს ფუნქციონირებას ბატონი ვანო
აი სწორედ ოთხეში გედავთ თეთრი მაისურით Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. They stack the odds till we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger. It's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival and the last known survivor. Stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. შესანიშნავ ორთაბრძოლას ვადევნოთ ალკოს დამეთანხმება მაყურებელი აი ეგ ფოთში სწორედ აი ასეთი საოცარი ბრძოლები უნდა ტარდებოდეს ტარდება კიდეც არც ერთი მებრძოლი არაპირებს უკან დახევას არც ერთი მათგანი არაპირებს განებებას ორივე მათგანს აქვს სურვილი რა თქმა უნდა რომ მოიგოს უპრესტიჟულესი საქართველოს ჩემპიონის ქამა. კარგია გოგო ქავთარაძე ამ შემთხვევაში აქტიურია თუმცა გიგნიაშვილი ვხედავთ რომ დისტანციიდან მოძრაობაში ცდილობს თავის შანსის პოვნას ორთაბრძოლები პლაჟზე იმართება შესაბამისად ქვიშა ყრია რინგზე და პატარ-პატარა ხაროზები შეიძლება მოკრეებს ამის გამო გქონდეთ შესანიშნავი საკრივო საღამო იმართება ფოთში სავსეა მართაკვის სანაპირო ვის და ფოთელ კომაქ კრივი არ ეშლება და გვესმის ალბათ აპლოდისმენტები რომელთაც ისინი აჯილდოებენ ჩვენს მოკრივეებს
კარგი გაცვლები. ორივე მოკრივის შესრულებით ჩვენ ხედავთ როგორი მონდომებულია, როგორც ერთი ისე მეორე მოკრივი. კარგი აპერკოტი იყო ქავთარაძის შესრულებით. თუმცა გიგნიაშვილი აი ესე მოძრაობით გასვლით კარგად მოქმედებს. კარგი მოქმედებები იყო გიგნიაშვილის. აი ხედავთ რომ გულებს აგროვებს, ცდილობს რომ ძალიან ძლიერ დარტყმები არ გაუშვას, გამომდინარე იქიდან რომ ენერგია შეინახოს, თუმცა აი ასეთი სერიებით მოქმედებს გიორგი გიგნიაშვილი. თავის მხრივ ხედავ მეშვიდე რაუნდი გვაქვს წინ. ზოგადად საჩემპიონო რაუნდებს ეძახიან ბოლო რაუნდებს. მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე. უკვე გადამწყვეტი რაუნდები იქნება და ვნახოთ ვის შერჩა მეტი ენერგია და ვინ გადაწყვეტს აი ამ ბრძოლის ბედს სათავისოდ. ტაისონა მანგაროს წინააღმდეგ. აღარ არის დრო ძალების დაზოგვის. მეშვიდე რაუნდია. ორივე მათგანმა უნდა მოინდომოს მაქსიმალურად.
კარგია, გიგნიაშვილი მოქმედებს, მუშაობს, თუმცა ქავთარაძე ელოდება თავის შანსს უძლიერეს დარტყმებით. გრძელდება ორთაბრძოლა. მოუმატა გიგნიაშვილმა აშკარაა ეს ყველაფერი და ნამდვილად უკვე ეს ჩანს არის გეგმის ნაწილი. პატარა ტექნიკური ხარვეზი მივიღეთ, მაგრამ არ მგონია რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს. ტექნიკური ხარვეზი ხელთათმადებზე მოკლედ გადახვევას კოჩების მნიშვნელოვანია და გრძელდება ორთაბრძოლა.
კარგი იყო გოგა ქავთარაძე, კიდევ ერთი კარგი დარტყმა. ზედიზედ აქტიურობს. ეხლა უკვე გიგნიაშვილი გააქტიურდა, თუმცა ქავთარაძე ძალიან კარგად პასუხობს. ხსნის ხეობელს. ხედავთ როგორი გულშემატკივრობაა. როგორც ერთი მისე მეორე მოკრივის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქიდან არც ერთი არ არის. ეს ბრძოლა იმსახურებს ფოთელი გულშემატკივრის აპლოდისმენტებს. Face to face, out in the heat. Hands up, staying hungry. Still we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of style, it's the thrill of the fight. No challenge of our rival, and the last, no survivor starts this game. ახლა კი დროა, თუ რამეა დარჩენილი, ენერგია, ხასიათი, ყველაფერი ჩადონ მოკრივეებმა დაპირისპირებაში. ხედავთ კიდეც რომ არ ინანებენ არაფერს. ნახოთ გადამწყვეტი რაუნდებია 66 კილოგრამ წონით კატეგორიის ქამრისათვის ბრძოლაში. Yes, I'm cool at the გოგა იმუშავე წვნელის დავალება ასეთია, ახლა ბრძოლაში შესვლა, გადასვლები, გადახრები და შესვლა ახლა ბრძოლაში, რაც ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ბრძოლაში ქავთარაძეს მეტი შანსი აქვს, თუმცა აი ხედავთ, რომ დისტანციაზე უკვე გიგნიაშვილი სხვანაირად მოქმედებს. კარგი გადახრები, კარგი დაცვა გოგა ქავთარაძის მხრიდან და შემდეგ უკვე შეტევა. თუმცა გიგნიაშვილი უპასუხოდ არ ტოვებს ესეთ მომენტებს.
turn every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper, you'll rise again. Fingertips raw on cold steel bars. Counting breaths like falling stars. You wanted cheers, I wanted core. წინგველის მეათე და გადამწყვეტი რაუნდი. ბარსვადენად შესანიშნავ ორთაბრძოლას. რომელიც თავარი მსაჯი გახლავთ გელას ხირტლაძე, უგამოცდილესი რეფერი, სოფლიო კატეგორიის პროფესიონალური კრივის მსაჯი, რომელსაც გავლილი აქვს და აღებული აქვს სერტიფიკატები სოფლიოს კრივის საბჭოს და კრივის კავშირის ეგრეთ წოდებული WBF და WBC EBU მიღებული აქვს გამოცდილება როგორც მსაჯი უცხოეთშიც ნამდვილად ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯია. ხოლო შემფასებელი მსაჯები გახლავენ მერაბ მაისტურაძე, სანდრო ტუგუში და დავით ნაზარაშვილი. ასევე ძალიან გამოცდილი და ბევრის მახველი მსაჯები. ბილების დამცავი გადმოვარდა გიგნიაშვილს და გრძელდება ბრძოლა. როგორი გაცვლებია. აი აქ შეიძლება ბევრი რამე გადაწყდეს ამ დაპირისპირებაში. შეტევაზე გიგნიაშვილი არაფერია, აქ უკვე აღარ არის დანდობის მოცდის დათმობის დრო. სასწორზე საქართველოს ჩემპიონის კამარია. კლინჩი მუშაობა გიგნიაშვილი აქტიურობს. ათი წამი და გადაწყდება ამ ბრძოლის ბედი. ახლა კი დაველოდოთ საჭთა გადაწყვეტილებას.
დაითვლიან შედეგებს კომისია და ნახოთ ვის გადაეცემა საქართველოს ჩემპიონის ხამარი. შესანიშნავი ბრძოლა ვნახეთ. მადლობა ეკუთვნის ორივე მოკრივეს, რომ ქართული კრივის კომაქს აჩუქა. აი ეს შოუ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს, ბოქსი გრუპ პრომოუშენს, ფოთის მერიას და სპორტის სამინისტროს, ვისაც წვლილი მიუძღვის აი ამ შოუს ორგანიზებაში. გასულთულებს 91 1000 93 99 96 95 საქართველოს ქამრის ფლობელი და დღევანდელი შეხვედრის გამარჯვებულია გიორგი გიგნიაშვილი. მაშასე მაგარო საქართველოს ჩემპიონის ქამრის ფლობელია გიორგი გიგნიაშვილმა. საქართველოს ქამარს გადასცემს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონი ბატონი გიორგი კანდელაკი. გიორგი გიგნიაშვილი მსახურა ეს ქამარი, ეს ბრძოლა და აგრძელებს კარიერას დაუმარცხებლად. აქ მაყურებელს გიხდით მადლობა. ფოთს უხდი მადლობას. ფოთის მერიას, კრივის ფედერაციას, რომ ასეთი ლამაზი საღამო ჩაატარა. ამ ზღვის პირას მართლაც განსხვავებული. ჩემს ტრენერებს, ივანე ქრისტესიაშვილს, თამაზ ფაკაძეს, რომლებიც მართლაც საკუთარ ოჯახის ამბავს გადადებენ და ჩემს გვერდით იქნებიან. ბავშვობიდან ასე არიან და აი შედეგით ჩემს მაყურებელს სადაც არ უნდა ვიყვერო არაშორებს კილომეტრები. აი ეს ხალხი